დღეს 22 თებერვალია, 4 შაბათი, თქვენ უყურებთ რეალურ სივრცეს. მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. დღეს რეალურ სივრცეში. საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვა ნულოვანიდან სამფერიან განაჩენამდე. მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება, საინფორმაციო გამოშვების გარდა. წითელი ზონა აღნიშნავს იმ გადაცემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მიგრაციას, არხიდან გადართვა სხვაგან. გადაცემების პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები და გავრცელებული რიცხვები. დისკუსია გრძელდება. დღეს ისევ განვაგრძობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებაზე დისკუსიას, რადგან თემა აქტუალობას არ გარგავს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამიტომ რეალური სივრცე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანს შეეძლოს თავისი დისკუსიაში მონაწილეობა და თავისი აზრის გამოხატვა, რომელსაც აღელვებთ ეს თემა და სულ ერთი არ არის მაუწყებლის ბედი. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმრები არიან იაგო კაჟკაჟიშვილი, სოციოლოგი, დათო ტურაშვილი, მწერალი, შორენა შავერდაშვილი, ჟურნალისტი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ეკრანზე მითითებული არის ნომერი, თქვენ შეგიძლიათ დარიგოთ პირდაპირ ეთერში და მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიაში 240-90-6 დავიწყოთ. იაგო, თქვენგან პირდაპირ რა საფრთხეებს ხედავთ რეფორმაში, რომელიც იყო წარმოდგენილი ახალი მენეჯმენტის მიერ? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება საფრთხეებს, მოდით ამას რისკები დავარქვათ, იმიტომ რომ არ ვიცი ეს რისკი საფრთხეთ რამდენად გადაიქცევა. პირველი საფრთხე თუ რისკი, რაც ამ წუთას მომდის თავში, დაკავშირებულია ჩემთან როგორც მაყურებელთან და დაკავშირებულია ზოგადად მაყურებლებთან. მე არ მინდა ის წარმატება, რასაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბოლო წლებში მიაღწია და ეს წარმატება სრულიად ნათელია ჩემთვის და უდავოა ჩემთვის. ეს წარმატება გაიფანტოს, ეს წარმატება დაიკარგოს და ზოგიერთი ის ნამდვილად კარგი გადაცემა, რომელიც დაამშვენებდა ნებისმიერ საზოგადოებრივ მაუწყებელს მსოფლიოში, აღარ გადიოდეს ეთერში. მე შემიძლია ეს გადაცემები კიდევაც ჩამოვთვალო, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელმა ბოლო წლებში შეძლო ჯერ ერთი ხარისხიანი გადაცემების გაკეთება და მართლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის ველი, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ხმა ისმის, მათი ინტერესების წარმოჩენა ხდება, ეს ერთი და მეორე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერასოდეს ჯერ სახელმწიფო ტელევიზიასთან, შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ეს არის დისტანცირება ხელისუფლებისაგან და მეუკერძოებლობა. თქვენ მოგახსენებათ, რომ ეს პირველი არხი და საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად ყოველთვის იყო სახელმწიფო ტელევიზია, ხელისუფლების ინტერესების გამომხატველი, ხელისუფლების რუპორი. მე მახსოვს კიდეც ასე ვთქვათ, შეორნაძის ფრაზა, რომ ერთი ტელევიზია მაინც ხოლმე ყავდეს ხელისუფლებას, რომელიც მის ინტერესებზე ემუშავებს, ანუ პირდაპირ დაკვეთა პირველ არხზე და საზოგადოებრივ მაუწყებელს იყო ასეთი და მადლობა ღმერთს საზოგადოებრივ მაუწყებელი ამისგან გათავისუფლდა. მას საფრთხეები ძირითადად ორ ნაკადად მიდის. ერთი ეს არის, რამდენად არჩება ეს ტელევიზია მიუკერძოებელი და მეორე, რამდენად შეინარჩუნებს ხარისხიან და საზოგადოებრივ ჯგუფებზე ორიენტირებულ გადაცემებს. შორდა, ჩვენ მაინც ვერ ვართ დისტანცირებულები ამ მოვლენებისგან, იმიტომ რომ პირდაპირ გვეხება და ჩვენ ძალიან განვიცდით ამას, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ვართ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ასევე არის გადამხდელი ამ მაუწყებლის და შესაბამისად დაკვეთა მაინც მოდის საზოგადოებისგან. როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ ხედავთ ცოტა უფრო გვერდიდან ამ მოვლენებს და თქვათ, რას მიიჩნევთ აუცილებელ განსახორციელებლად? მეც მოგესალმებით და ერთ რამეს ვიტყვი უბრალოდ დასაწყისისთვის, რომ მე უკვე მართლაც ვარ, თქვენ კი წარმოგიდგენთ როგორც ჟურნალისტი, მაგრამ უკვე 4 წელი აღარ ვარ აქტიურად ჩართული მედია პროცესებში და მართლაც მაყურებლის როლი მაქვს ამ შემთხვევაში. ამ წუთას აქ ვარ მაყურებლის როლში და გულშემატკივრის საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის და რამდენიმე ასე ვთქვათ წლების წინ 1 წელი და ნახევარი თუ 2 წელი სამთვალყურო საბჭოშიც ვიყავი და რაღაცნაირად ბევრნაირად მაღელვებს ეს თემა და ეს რაღაცა ჩემი პირადი მორატორიუმიც, ასე ვთქვათ, ამიტომ დავარღვი, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობ და ასე ვთქვათ, ვღელავ იმ პროცესებზე, რაც აქ მიმდინარეობს. მე მგონია, რომ ეხლა ამოცანა დგას შემდეგნაირად. ერთის მხრივ ახალი მენეჯმენტის შემოთავაზებული
და დასახული მიზნები რაც არის ის რომ ესე იგი მართლაც მოხდეს რეორგანიზაცია, საზოგადოებრივ მაუწყებელს კონდეს ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც შენობის, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით და ეს უდავოა, ხო, მე მგონი ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამაზე არ დავობს და ეს რეალურად ასეა და მე მგონი ამაზე ვთანხმდებით. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაჩნდა არაჩვეულებრივი დინამიკა და სიცოცხლე, ასე თქვა. ჯერ ერთი გაიხსნა ეთერი და გახდა თავისუფალი ეთერი, ხო? საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაჩნდა მწვავე გადაცემები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაჩნდა მრავალფეროვანი გადაცემები, გაჩნდა ყურებადი გადაცემები, ხო? იქ შეიძლება იყოს, თქვათ, რაღაც გადაცემა ფერმადან დაწყებული, აღარაფერს ვამბობ რეალურ სივრცეზე და აღარაფერს ვამბობ უამრავ ესეთ თითქოს ნიშურ გადაცემაზე, იქ გააგრძელე საქართველოს ისტორია, იქ სიტყვებით თამაში. თუ ბოლო 4 წლის განმავლობაში მე ფაქტობრივად დავუბრუნდი ტელევიზორი მქონდა გამორთული ძალიან ბევრი წელი და ჩავრთეს მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებლის აი რა შავი ნაჭერი გადაფარებაც არ ჭირდება იმდენად მაღლა კიდია ჩვენთან ტელევიზორი რომ აი თვალის არეალშიც კი არ ხვდება და რეალურად დავუბრუნდი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის გამო, იმიტომ რომ თუ სადმე შემორჩენი ვარ, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამ ყველაფერს რატომ ვამბობ, ხო? მე მგონია რომ ეხლა ამოცანა არის ესეთი, რომ ერთის მხრივ ახალ მენეჯმენტს საშუალება მიეცეს, რომ განახორციელოს ის რეორგანიზაცია და ის რეფორმები, რაც ძალიან ჭირდება და წლებია ჭირდება და ჩვენც წლებია რომ ამაზე ვლაპარაკობთ და მეორეს მხრივ ამოცანა არის რომ გადარჩეს ის ცოცხალი ასე ვთქვათ, გუნდები თუ გუნდი გადაცემები, რომელიც ამ არხზე უკვე არსებობს. აი რაღაცნაირად ორმხრივად კომპრომისული, კი არა, ძალიან ვერავწდებით. აი ერთი რამე მინდა კიდევ თქვა, მესმის, რომ ჩემთვის როგორც პროცესისგან დისტანცირებული ადამიანისთვის და ადამიანს, რომელიც აქ არ მუშაობს, ადვილია ალბათ შედარებით ამის თქმა. მაგრამ ძალიან მტკივნეული იქნება, ეს უმტკივნეულო ვერანაირად ვერ იქნება პროცესი, როდესაც ერთის მხრივ საჭიროა რომ მართლაც ესე ვთქვათ, ოპტიმიზაცია, ბიუჯეტის, ხარჯების დაზოგვა იმისთვის, რომ გამონთავისუფლდეს ეს ყველაფერი აი ამ რეორგანიზაციის პროცესისთვის. მაგრამ აი ზუსტად აი ოქროს შუა რაღაცა ძაბზე არის ახლა ეს პროცესი გასავლელი და დაბალანსების იმისთვის, რომ ერთის მხრივ მოხდეს ეს ყველაფერი, რაც მართლაც გრძელვადიანი ინვესტიცია არის და გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა ეს ყველაფერი გაკეთდეს და მეორეს მხრივ არხი კი არ დაიხუროს და გაჩერდეს და ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ და რეალურად ამის წარმოდგენაც კი, ასე ვთქვათ, წარმოუდგენელია, ხო, რომ არხის მთლიანად გაჩერება. ამიტომ მე მგონია, რომ უნდა მოინახოს რაღაცა ტიპის ბალანსი და ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ როგორც ფინანსისტები, რომლებიც აი ძალიან სკულპტუროზულად მუშაობენ აი ამ ბიუჯეტირებაზე, ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე, მეორეს მხრივ უნდა არსებობდეს გახსნილი არხები კომუნიკაციის და თანამშრომლობითი რეჟიმი არხის ახალ მენეჯმენტსა და აქ მომუშავე ადამიანებს შორის. ამის გარეშე ეს უბრალოდ არ გამოვა ის პროცესი, რაც ჩვენ ამას სიკეთეს მოგვიტანს და საზოგადოებას სიკეთეს მოგვიტანს და ერთადერთი ჩემი, ასე ვთქვათ, სურვილით, თხოვნაც, მოწადინებაც, არ ვიცი, ყველაფერი არის ზუსტად ამის ირგვლივ, რომ იქნებ რაღაცნაირად შენარჩუნდეს თანამშრომლობის რეჟიმი ახალ ადმინისტრაციასა და ამჟამინდელ, ასე ვთქვათ, აქ მომუშავე ადამიანებს შორის იმისთვის, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც ჭირდება, რომ კი არ დაიხუროს ეს ეთერი, პირიქით განვითარდეს ეს მაუწყებელი და რეალურად კიდევ ერთ ვიტყვი, რეიტინგი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთადერთი შეფასების კრიტერიუმი. ეს ყველწერია ყველა სახელმძღვანელოში, ეს ვიცით მგონი ყველამ. ამიტომ კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არ არის ერთ დღეში გასაკეთებელი პროცესი და ამაშიც საჭიროა როგორც მენეჯმენტის, ისე სამეთვალყური, ისე თანამშრომლების ყველას ჩართულობა, ხო? ასევე კიდევ ეს ბადაღებული რეიტინგები და ეს people მეტრები და ორი კომპანია აკეთებს, ორ კომპანიის მონაცემებს შორის არის სერიოზული ცდომილება, ესეც შესაძლებელია სანახავს, ვინ არის ეს 300 არაგველი დათოს თქმის არ იყოს და 300 ადამიანი ვის ოჯახშიც დგას, ისევე როგორც მართლაც ბოლო რამდენიმე წელია, ხო, რაც ესე იგი თავისუფლება მოიპოვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რაც სერიოზული მონაპოვარია და ესე უცებ არ ხდება დაბრუნება მაყურებლის, იმიტომ რომ წლები იყო, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ასევე გაგახსენებთ, რომ აქ იყო დაკა ომი, მართლაც ხელშართული ომი სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრების დროს, რომ ელემენტარულად, აი უმწვავესი თემები მოხვედრილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ეს იქნებოდა 26 მაისის დარბევის კადრები თუ ეს იქნებოდა აი მართლაც უმწვავესი თემი, რომელიც გადიოდა თითოეულ ჩვენ მართლაც რაღაც საბედისწერო თემები, რომელიც ან ხდებოდა, ან ვერ ხდებოდა. ამაზე იყო საუბარი.
ჯერ კიდევ 4 წლის წინ. ამიტომ არ დავკარგოთ ამ პერსპექტივის განცდაც, რა თქმა უნდა, და არ დავკარგოთ ის მონოპოვარიც, აი გახსნილი სივრცე, დინამიკა, შინაარსი, რაც უკვე გაჩნდა და ის ადამიანები, რაც მთავარია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში არიან, მუშაობენ და პირნათლად ასრულებენ თავის, ასე ვთქვათ, არათუ პირნათლად ასრულებენ თავის საქმეს, არიან პროფესიონალები და მართლაც არ შეიძლება, რომ ეს კადრები დაკარგოს საზოგადოებრივ მაუწყებელმა. აი ამ ყველაფრის ეს რთული ფაზლია. და ძალიან უცნაურია ახალ მენეჯმენტს. იმისი რომ აი ესეთი თქვათ ძაფრი რეაქცია მოყვა თანამშრომლების მხრიდან თქვათ აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ხისტად იყო, ხო, პირდაპირ არხის დახურვაზე იყო საუბარი და ბუნებრივია, რომ სხვანაირი რეაქცია ალბათ რთული წარმოსადგენია, ხო, იმიტომ რომ როგორია, რომ გეუბნები რომ ხურავთ საერთოდ ამ ტელევიზიას და გიშვებთ ყველა სახში. რა თქმა უნდა, ეს არ არის და შესაძლოა რომ აი ესე ხისტად არ დამდგა, ანუ ეს იყო შეცდომა, შესაძლოა ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა მე მგონია რომ აი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალ ადმინისტრაციას ერთის მხრივ უნდა ვუთანაგრძნოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული ამოცანა აქვს. აი მართლა საცალფეხო ბილიკზეა გასავლელი და რაღაცნაირად შევინარჩუნოთ ეს თანამშრომლობა ზუსტად იმიტომ რომ თქვენ ყველანი ვინც აქ მუშაობთ ჩართული იყოთ ამ პროცესში და არა რაღაცნაირად გარიდებული ამ პროცესში. ჩვენ ალბათ ვერ მივიღებთ კარგ, რა თქმა უნდა. ისევ როგორც აი ხო გონებით ნებისმიერი ჩვენგანი დათო, იაგო, მე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აი მართლა გულწრფელად გულშემატკივრობს იმას, რომ გადარჩეს კიდევ ერთხელ გადარჩეს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. ეხლა გვაქვს ნამდვილად კარგი შანსი ამისათვის, რომ პირიქით განვითარდეთ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე განვითარების, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ტექნიკურადაც ხო შეძლებს კონკურენტული იყოს სხვა არხების. ისევე როგორც მე წავიკითხე ბატონი ვასილ მაღრაფელიძის ინტერვიუ ლიბერალში, სხვა შორის ძალიან ვრცელი ინტერვიუ იყო და არაჩვეულებრივი მიზანია, რომ გვინდა რომ 25%-იანი ყურებადობა ქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. და რატომ არა 30-იანი? რატო არა 20 მაგას ვამბობ და ამის მისაღწევად ძალიან ბევრი რამეა საჭირო, ხო? ამის მისაღწევად საჭიროა როგორც სწორი დაგეგმა, ასე ვთქვათ, პროგრამული ბადის სწორი გადაცემები, მარკეტინგული ღონისძიებები, რა ვიცი, აი უამრავი ყურებადობის პრინციპის განსაზღვრა, რა თქმა უნდა. თუმცა აქვე მინდა რადგან რეიტინგებზე იყო საუბარი ის 0 და 3-ს გავანებოთ 25 თავი. შენი გადახვდელია და შენი მაყურებელია და ის 0 და 3-ც უნდა იყოს გათვალისწინებული აუცილებლად, იმიტომ რომ შეიძლება ფეოლაში როა, ხო იცი, ის უსტერი მაინტერესებს პოლიტექნიკ შევლამო, შეგრია. დათო, შენთვის რა იყო მიუღებელი ამ ხელფასში და საზოგადოების აქტიურობა ჩვენთვის თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ ეს ასე, მივიღეთ როგორც სოლიდარობის ნიშანი და მივიღეთ იმის ნიშანი, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანუ არა მხოლოდ თანამშრომლები იბრძვიან თავიანთი სამსახურებისთვის, არამედ ეს არის სივრცე, რომელიც ჭირდება საზოგადოების ყველა და თითოეულ წევრს. და მე პირველ რიგში არ მინდა გავიმეორო იაგომაც და შორენომაც გაასახელეს ესე იგი ის პოზიტიური ცვლილებები, რომელიც მე როგორც მაყურებელს გამაკვირდა თავიდან და მე გამახარა, იმიტომ რომ მე აღმოვაჩინე ესე იგი ტელეკომპანია, რომელიც არ არის სხვებისაგან განსხვავებით პრო სახელმწიფო შეგიმჩნევთ ასეთები ყავს, ან ამის საპირისპირო მეორე პოლუსი მეორე უკიდურესობა რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აქტიური მხარდაჭერა და ასე. უცებ ჩემთვის გაჩნდა ისეთი ტელეკომპანია ხარისხობრივად, სხვა ის გადაცემები გაჩნდა. ამიტომ მეგონა რა როგორ შეიძლება ამაზე გაფიქრებაც კი ზუსტად მაშინ როცა დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გამოდგა, აი გაუგლებულა, გახარებულა და გაუგლებულა. ჩემთვის ყველაზე საინტერესო გადაცემები ამ ეთერში გაჩნდა, ამ არხზე გაჩნდა, იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრათ, გამოვტყდები და სხვა ტელეკომპანიების და სხვა არხების მაყურებელი არ ვარ, იმიტომ რომ ბევრი გასართობია, მაგრამ ყველა გასართობზე მეტირება ერთადერთი, რაზეც მართლა ვიცი და ბიგზალავენ იმის ყურება სახში ისე ვიცი, გიჟივით ეს არის გიოჯაჯალის ის რა ქვია. შოუ? რომელიც ვერ მივეწევი ჩვენ, ის სხვაგან არის, ჩვენ სხვაგან არის, მაგრამ რა შეიძლება ამ ესე იგი უცნაურ რეალობას, რომელშიც აღმოჩნდით, ხო ეს საზოგადოებრივ მაუწყებლის გულში, ისეთი გახარებული იყო. ჩემთვის ყველა საინტერესო განცემა რა ხდებოდა და უცებ, ამიტომ დავიწყე იმაზე ფიქრი, რა შეიძლება ხდებოდეს. ამიტომ რომ ჩემი ლოგიკა ასეთი მარტივი და ასეთი გასაგები, რატო არ არის სხვებისთვის გასაგები? მე ხო ის არა ვარ შეთქმულების თეორია ხომ ისო, აი სამივენი ძალიან კარგად მისწოთ, არა ვარ მეცნიერება ხომ ბავშვობიდან ყველანაირი შეთქმულების თეორიას. არ ჯერ არაფერს, მაგრამ ამაზეც კი დავიწყე ფიქრი. მართლა გეუბნები, იმიტომ რომ თავისთავად პირველი არხი, ხო, როგორც მას წლების მანძილზე უწოდებით, მარტო თანამედროვეობას ხო არ მოიცავს. ეს გარკვეულწილად არის ისეთი საინტერესო მნიშვნელოვანი ბრენდი მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაში, აქ ის ერთი რამე ხდება. კი იყო, მაგალითად საბჭოთა პერიოდში, ხო,
თავარი რუპორი იყო რასაკეთე იდეოლოგიის თავარი ხო საშუალება საბჭოთა მაგრამ ამის პავლოვად აქ ისეთი ადამიანები მუშაობდნენ ისეთ პროდუქციას ქმნიდნენ ისეთ ფილმებს ქმნიდნენ ისეთ გადაცემებს რომ წარმოუდგენელია რომ მეოცე ყველაფერს თავი რომ გავანებოთ და არის ხოლმე ფილმები ყველაფერს თავიდანვე სხვა ისიც რა ქვია ახალი წერილი მოდის ხოლმე წელს რატო არ აჩვენეს არ ვიცი 1000 ზამთრის ბაღებს მაგარი ფილმია გოგილევაშოვის და წელს არ იყო ისა გამოვტოვე ახალი წერილი ჩამიარა რომ მაგ ფილმის განშეს ჩამოს ხო და დავიწყე ამაზეც ფიქრი რომ ესე იგი ასეთი ფასეულობა ეხლა რომ აწონ დავწუნოთ ესე მე-20 საუკუნე არ არსებობს ამ ტელეკომპანიებზე მართლა ესეა იმ ადამიანებს ვინც ამას ქმნიან აქ ისეთი ფონდი 60 წელია აქ ისეთი ფონდი აქ ისეთი რამეები ინახება იმდენი ჩვენი და იქმნება და ყოველდღიურად იქმნება ხო დავიწყე ამაზეც ფიქრი აი პირველად ჩემ ცხოვრებაში დავიწყე შეთქმულების თეორიაზე ფიქრი ანუ რა შეა საქმე აი მე გეტყვით მარტო რა ხო შეიძლება ეხლა გასაგებია რომ დიდი მადლობა ამ საქმეზე მომიწვიეთ მაგრამ აი გეტყვით უცნაურ ამას გუშინ წავიკითხე წერილი ესე მეც ესე მეცნიერო თავზე მეც გამეცინე წერილი წავიკითხე და მე მივხვდი ეს არის შემთხვევით წერილი წავიკითხე წერილი სადაც ესე იგი ავტორი ინტერნეტში ვრცელდება ეს წერილი ესე იგი უკვე რამდენი მე რა წავიკითხე იმას გეტყვი სადაც ავტორი ამტკიცებს რომ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ასეთი სიტყვები უწოდეს სათაურიც ასეთია ქართული რაგბიც ისე გაფარჩაკდება ასეთ სიტყვას მაქვს სათაურში როგორც ფეხბურთი ანუ წარმოგიდგენთ რაგბი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გენიალური გამოხატულება ჩვენი ხასიათის ჩვენი ისტორიის, ჩვენი მრავალფეროვნების ერთადერთი ასპარეზი, სადაც გუნდურად ვახერხებთ, ვიყოთ ასეთი მაგარი ორგანიზებული. რაც ყველგან გვიჭირს, ინდივიდუალურად აღგვია, მაგრამ გუნდურად გვიჭირს, სადაც ასეთი წარმატება 1999 წელს პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა მოუგო ზიმბაბვეს და იმის მერე არაფერში არ აქვს ასეთი სტაბილური პროგრესი და წინსვლა. არაფერში. და რაო, რას გრატო გვიჭირს? რო ეს განადგურდება, რო ეს არის საშუალო ქართული. არა, ჩემი თეორია ის არის, რომ ესე იგი ასეთი წერილები რო ვრცელდება, რისი შემზადება ეს? მე დაწუნებული ვარ, რომ შეიძლება ძალიან მალე დიდ ბოდიშს ვიხდები. ღმერთს რომ მევცდებოდი. იმდენ რამეს გავარტყა ხომ პროგნოზებში, რომ ისე მეშინიამ. ღმერთს ვცდები, მაგრამ თუ ძალიან მალე დაიწყო ასე თვითონ შეტევა ქართულ რაგბზე. აი გაიმახსოვრეთ. ესე იგი, ჩემი ეჭვები კიდე გამართლება, რომ რაღაცა ზუსტად იმის წინააღმდეგ ხდება, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად არა და ეს ყველაფერი მართლა აი ბოლო წლების მონაპოვარია, ხო? რაგბის გაცოცხლება, როგორ შეიძლება რაგბის, ესე იგი, ვინც წერს ამაზე, ვინც ამაზე იწყებს ლაპარაკს. რაღაცაზე რაღაცა არის მალება უკან. თუნდაც არის განზრახ, თუ არ არის განზრახ ცდელობა დისკრედიტაციის და ნიადაგის შემზადება, რომ დაუპირისპირდეს და მე ფრონტი რომ გაიშავს. მაშინ როგორ შეიძლება წარუმატებლობაზე ლაპარაკო, ესე იგი დედამიწაზე მე-12 გუნდი ვარ სოფლიოში. ეს არის ყველაზე ელიტარული, ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე ლოგიკური სახეობა. ეს არის და ყველაზე გუნდური, აი ძალიან ასეთი პროფესიონალები საქართველოს, აი 90 წელს ზიმბაბვეს რომ მოვუგოთ, იმის მერე წაგუგიეკიდეთ ყველა თამაში, სხვადასხვა ზელანდიას ვერ იგებს, მაგრამ არც ერთხელ ერთმა ადამიანმა დამისახელოს თამაში, სადაც უღირსებოდ იქცეოდნენ ქართული მორა. ანუ შეიძლება წააგო, მაგრამ ბოლო წუთამდე რომ არ ითამაშონ, ბოლო წუთამდე არ იყოს პროფესიონალი, ესეთ შემთხვევა არ არსებობს ქართული რაგბის ისტორიაში. ანუ ეს არის ერთადერთი ასპარეზი, სადაც ჩვენ მაქსიმალურად და გამონაკლისად ვავლენთ პროფესიონალიზმს. არცაც სხვაგან, არცაც აი იმიდან საპროკურორთან დამწყო უყურებთ ამ პროკურორები ასყვებიან ან ადვოკატები ხო დაყურები ხან ან იმაში რომ მიხვა რა ქვია ან ჟურნალისტი რაიღაზე ლაპარაკ ხო გინახავთ ესე იგი ყველგან გვაქვს პროფესიონალიზმის პრობლემა აშკარა და თვალსაჩინო ერთადერთი სადაც მიხარია სუნთქვა არის რაგბი და უცებ ჩდება წერილები რომ აი რაგბში ესეთი კრიზისი არის წერია პირდაპირ გუშინ აგერ გუშინ წინ ხო 3 დღის წინ დავამარცხეთ არაძირითადი შემოდგომით გავანადგურეთ გერმანია 50 ქულა გავუკეთა რუმინეთს ეს დაუცნაური რამე იყო ეს გერმანია გავანადგურეთ ანუ რა კრიზისზე შეიძლება აქ იყოს ლაპარაკი როცა შემდეგი თაობა კიდევ უფრო მაგარიზდება ანუ ეს ახლა დავეჭვით ხო ვიზო ვაჰადე არ ვარ იწვიანი ადამიანი კი მიცნობ და სულ მეცნიერებდა ხოლმე შეთქმულების თეორია მაგრამ ეს დაუცნაური დამთხოვა უცებ წერილების გაჩენა ინტერნეტში ქართული რაგბის საწინააღმდეგო და მაინც მოუბრუნდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომელიც არა ეს ძალიან მნიშვნელოვანი განახვევა იყო მარტო აი ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეს რომ მოხდეს აი მე რასაც ვამბობ რა მიჩემი რომ მე ეს აღმოჩნდა სულ ასტარმეტყველი მაგრამ ესაც რომ დაიწყოს ესე იგი ამას ეხლა ბოლოპოში ხო რამდენ რაღაცის ინსტიტუციებთან დაპირისპირებას მოვესწარით ხო აი ფრონტებს ესეც რომ დაიწყოს ეხლა რა უნდა ვიფიქრობ რო რა რისი წარსული უნდა ჩემთვის ერთადერთი წარმატების ფორმულის რაც გამაჩნია ეხლა თანამედროვე საქართველოში ასეთი წარმატება არ შეიძლება რა გაგაწყვეტინებ უბრალოდ ერთ რამეს დავამატებ რომ აი მართლა საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პლატფორმა რა ვიცი სივრცე ადგილი ფუნქცია აქვს ესეთი აი მართლა უნიკალური ფუნქცია აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთის მხრივ რომ
იგივე დოკუმენტური ფილმების სტუდია, რასაც აკეთებს აქ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად უნიკალური. აი მართლა რაზეც ვოცნებობდით 2008-9-10 წლებში, რომ არსებობდეს დოკუმენტური ფილმების სტუდია და ეს ისტორია ფაქტიურად ეს უკვე არის და ძალიან მაღალი ხარისხით კეთდება უკვე ეს ყველაფერი ამ აუწყებელში და ვიცით რომ არაერთი პრიზი აქვს კიდე რომელსაც მოემატება ფასი ყოველწლიურად. ხო და ეს ეხება ყველაფერს დაწყებული ღვინიდან გაგზელებული მართლაც რა ვიცი პოეტებით არ ვიცი მიქ აგრონომებით და ასე შემდეგ. ანუ აი მართლა ეს ყოველდღიურად იქნება ხო ეს ისტორია და ინახება აქ. ამიტომ აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის არქივები ვიცით რომ ძალიან ცუდ დღეშია და მოსაწესრიგებელი აქაურობა და ამისთვის თანხების მოძიების თემაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ელოკაციის ზადარია სამუშაო ძალიან ბევრ თემაზე აი დაწყებული მართლა სოციოლოგია მარკეტინგით გაგზელებული აი არ ვიცი მართლა ფონდებთან მუშაობით ბიუჯეტირებით და ასე შემდეგ და რა ვიცი აბა იქნებ მოვეხმაროთ ერთმანეთს აუცილებლად ანუ იყო მაინც კომუნიკაციის პრობლემა აი როგორ ვფიქრობთ თქვათ მენეჯმენტისა საზოგადოებასთან დავარქვათ საზოგადოება იგივე თანამშრომლებს რომლებმაც არასაკურველია კომუნიკაციის პრობლემა იყო და ეს გამოაჩინა იმ პროცესმაც კი იმ პროცესმაც რომელიც დაიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით ნუ აი კომუნიკაციის ხინჯია ალბათ ის რომ ჯერ ვთქვათ მენეჯმენტი გამოდის და აკეთებს ძალიან ხის განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ ყველა გადაცემა უნდა დაიხუროს ამის შემდეგ იწყება დისკუსია საზოგადოებასთან კომუნიკაცია შემდეგ მენეჯმენტი ცვლის თავის ასკოთ გეგმას და უკალაფარაკე რაღაცა კრიტერიუმების საფუძველზე გადაცემების შერჩევითა და ხურვაზე თუ შეჩერებაზე. იცით რა, ეს ხო პრინციპში შეიძლება და გაკეთებულიყო ყველაფერი მანამდე, ანუ დაწყებულიყო დისკუსია, შემუშავებულიყო კრიტერიუმები, ლაპარაკი ყოფილიყო კონკრეტულ ინდიკატორებზე და ასე შემდეგ. ანუ ეს ყოფილიყო ძალიან კომპლექსური და სრულყოფილი გეგმა საზოგადოებრივ მაუწყებლის რეორგანიზაციის. და ამ დროს ჩვენ რა მოვისმინეთ, მივიღეთ რაღაცა პირდაპირ ძალიან ხისტი განცხადება, სრულიად შეუწყნარებელი, სრულიად აი ჩემთვის სრულიად მიუღებელი, რომ ყველა გადაცემა უნდა შეჩერდეს. თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები ეს არის რაღაცა პროდუქტი, რომელსაც შეინახავ საყენულეში, გაყინავ და შემდეგ ერთი წლის შემდეგ გამოიღებ, გაალღობ და ის ისევე გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც მანამდე. ასე ხო არ ხდება, კაცო, ეს ხო ცოცხალი ორგანიზმია. გადაცემები, ადამიანები, გადაცემები სუნთქავენ, ისინი ყოველდღიურად იზრდებიან, რაღაცას ვითარდებიან იმატებენ და შემდეგ კომუნიკაციაში არიან აუდიტორიასთან. როგორ შეიძლება გადაცემა მოაშორო და შემდეგ ის დააბრუნო იგივე ფორმით ან უკეთესი ფორმით, არა? ეხლა იცით რა, აი ეს ბორდმა, რა ქვია, სამეურნეო საბჭომ შეიმუშავა სხვა შორის შესანიშნავი კრიტერიუმები, თავისთავად, როგორც შეფასების კრიტერიუმები ძალიან კარგია, თუმცა თითოეულ კრიტერიუმს ხადია ჭირდება კონკრეტული მაჩვენებელი, ანუ ინდიკატორი, რომლის საფუძველზე შეფასდება გარკვეული პროდუქტი. მენეჯმენტი შეჩერდა ორ კრიტერიუმზე ეს არის ასე ვთქვათ რეიტინგი და ეს არის ფინანსური და ხარჯვითი ნაწილი. ფინანსურ და ხარჯვით ნაწილზე მეცხადე არაფერი გამეგება. მე მესმის რომ ამ თვალსაზრისით ოპტიმიზაცია საჭიროა. მართლაც შესაძლებელია რომ შტატის გადამეტებასთან გქონდეს საქმე საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამას არავინ არ გამორიცხავს. მე ანალოგის გავავლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იყო დრო, როდესაც ნუ რაღაცა აი ნუ როგორც სოკოები ამოდიან ნაწვიმარზე, ისე მოდიოდნენ ზოგიერთი თანამშრომლები უნივერსიტეტში, როდესაც ხელფასის აღების დრო იყო. ანუ არც ლექციას კითხულობდნენ, არც სამეცნიერო პროდუქციას ქმნიდნენ და არაფერი. მე არ ვიცი, შესაძლოა ასეთი შტატი არის საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომლისგანაც ის უნდა გათავისუფლდეს და გარკვეული თანხები გამოთავისუფლდეს. ეს ამას მიხედავს, ასე ვთქვათ, ფინანსები. მე მინდა რეიტინგებზე მოგახსენო ძალიან მოკლედ. რეიტინგი ახლა იმის თქმა, რომ ნუ მედია პროდუქტს არ უნდა ყავდეს მაყურებელი, ნუ აბსოლუტურად არალოგიკურია, რასაკვირველია უნდა ყავდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მედია პროდუქტი მით უფრო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმიტომ იქნება, რომ მას უყურო. აუცილებლად. რატომ აღნიშნა აქ რომ ყურებადი გახდა ეს გადაცემები? კაცო, ვინ უყურებდა პირველ ახს და გახდა ყურებადი. ოღონდ, იცით რა შეასახმე, ძალიან სპეციფიკურია ყურებადობის. შინაარსობრივად კი არ გახდა მარტო ჩემთვის, აი მართლა. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხარისხობრივ, ანუ მე გულისხმობ ხარისხი. ჩემ ტელევიზორში, იგივე ტელევიზორში არაფერი არ ჩანდა პირველ ახსნე. კი, იმიტომ ხარისხი, ხარისხი. ვახერხებდი ადამიანებს, ხმაზე ეს ყურადღებით რომ გამეგო ვინ ლაპარაკობდა. ისე გაფერადნენ, ისე გალამაზდნენ რომ
დავასრულებ მოკლედ რომ ყურებადობის გაზომვა უნდა მოხდეს სრულიად განსხვავებული და სპეციფიკური პრინციპით, როდესაც საქმე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემას ეხება. ეს ხო პრინციპში ეს გადაცემები მათი ყველა თუ არა აბსოლუტური უმრავლესობა, მაინც არის ნიშური, არ ვიცი, სეგმენტური შეგვიძლია ასე ვილაპარაკოთ. ანუ მიმართულია გარკვეულ მნიშვნელოვან აუდიტორიაზე. როგორ შეიძლება შენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების რეიტინგი გაზომო მთელი საზოგადოების მასშტაბით? არ არის ეს სწორი, არ შეესაბამება ის იმ პრინციპს და იმ კონცეფციას, რომელზეც აგებულია საზოგადოებრივი მაუწყებლობა და რაც სხვა შორის კანონით არის განსაზღვრული. და ხა ძალიან მარტივია, მაგალითად ისეთი გადაცემის პროფილური აუდიტორიის განსაზღვრა, როგორც არის ფერმა. ვიცით, რომ ეს არის სოფლის მოსახლეობა, ამ თქვა ქალაქის მოსახლეობა, რომელსაც სოფელში გარკვეული ნაკვეთი აქვს და ამ ნაკვეთის საფუძველზე გარკვეულ შემოსავალს იღებს. რთულია, მაგალითად, ავიღოთ თქვენი გადაცემა, ქალბატონ ნინო, რეალური სივრცე. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ეს არ არის პროფილური გადაცემა, ნიშური გადაცემა, ან რაიმე სამიზნე აუდიტორიაზე მიმართული გადაცემა. ეს ასე არ არის, ნამდვილად არ არის ასე. მეტიც, ესე იგი, ეს გადაცემა ნამდვილად არის და მე შემიძლია ჩამოთვალო ხა გარკვეული ჯგუფები, რომელთა ინტერესებს გამოხატავს ეს საზოგადოება და ესე იგი რთულია ნიშის განსაზღვრა შესაძლოა რეალური სივრცის ესე ცხადი არ არის როგორც ფერმის შემთხვევაში, მაგრამ მაინც ვინ არის თქვენი მომხმარებელი? ხო, თქვენი მომხმარებელი პირველ რიგში დავარქვათ ამას, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა არ მახსენდება მოწყვლადი ჯგუფები. არსებობენ ეგეთი ჯგუფები, რასაკვირველია, სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შეხედულებების მქონე პირები, ნუ არ ვიცი, დევნილები და ასე შემდეგ. ეს ნიშა ნამდვილად არის დაკავებული რეალური სივრცის მიერ და რეალური სივრცისთვის არსებობს ეს ჯგუფები, რათა ამ გადაცემამ მათი ინტერესები გამოხატოს. შემდეგ სოციალური მოძრაობები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდული მოძრაობები. ძალიან ბევრი გადაცემა მინახავს რეალურ სივრცეში, სადაც გამოხატულია მათი ინტერესები, არა? უმაღლეს განათლების პრობლემები, ზოგადად განათლების პრობლემები. ანუ ის ადამიანები, ვინც განათლების პოლიტიკას ქმნიან და ვინც განათლების პოლიტიკაში ჩართულნი არიან. შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება, ზოგადად რომ ვთქვათ, ანუ ნუ არ ვიცი, ესე იგი აქ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები, პლუს სამოქალაქო აქტივისტები და ასე შემდეგ. ნახეთ, რამდენი ვინმე ჩამოვთვალე და რამდენი სოციალური ჯგუფი ჩამოვთვალე. საბოლოო ჯამში ეს ქმნის ძალიან ნოყიერ ნაწილს საზოგადოებისა, რომელსაც ემსახურება ეს გადაცემა. ამიტომ თუ დგას, მაგალითად, საკითხი იმის შესახებ, რამდენად ყურებადია რეალური სივრცე, კეთილი ვინებოდა ჩავატაროთ კვლევა, ასეთ კვლევა არ ჩატარებულა. მე ეს დავაზუსტე და მე ზუსტად ვიცი, არ ჩატარებულა კვლევა, როდესაც სამიზნე აუდიტორიის შიგნით მოხდება ამა თუ იმ გადაცემის რეიტინგის დადგენა და ყურებადობის დადგენა. და ეხლა რა რეიტინგები ჩვენ მოვისმინეთ, ეს არ არის ამ პრინციპით გაკეთებული რეიტინგი, ეს არის people meter-ების მიერ დათვლილი ერთი მცვლელების მიერ დათვლილი რეიტინგი, გარკვეული ტექნიკური მოწყობილობის მიერ, რომელიც მთელ საზოგადოებაში ზომავს ამა თუ იმ გადაცემის რეიტინგს და არ არის ეს მაუწყებლობა და მისი გადაცემები გასაშუალოებულ მაყურებელზე მორგებული. საქმეც ისაა, რომ ყველას ყავს თავისი სეგმენტი. ამიტომ სეგმენტის შიგნით გავზომოთ ბატონო ყურებადობა და თუ აღმოჩნდა, რომ ვისთვისაც ეს გადაცემაა, ის ადამიანები ამ გადაცემას არ უყურებენ, კი ბატონო, ვილაპარაკოთ მის შეჩერებაზე, დახურვაზე, რეორგანიზაციაზე, განვითარებაზე და ასე შემდეგ. კიდე ერთის მინდა დავამატო რეიტინგებს, ძალიან მნიშვნელოვანია. people meter-ები არ ზომავს ინტერნეტ სივრცეში ნახულ გადაცემებს. მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ისეთ გადაცემები, როგორც არის წითელი ზონა, რეალური სივრცე, წიგნების ხარო, არის უცნობ მუსიკა შეგვიძლია გავაგზავნოთ. მე პირადად ამ გადაცემებს არ უყურებ ტელევიზიით, უყურებ ინტერნეტით. და სადა გვაქვს ეს მონაცემები? გვაქვს? არა გვაქვს ეს მონაცემები. არ არის შესაძლებელი ამ მონაცემების რასაკვირველია. და იცით რა, ეხლა ჩვენ თუ ეს არასწორი, არაადეკვატური პრინციპით განსაზღვრეთ რეიტინგები, თუნდაც რეიტინგები, მიუხედავად იმისა, რომ მე ვეთანხმები აქ 1000 ჯერ უკვე ითქვა ეს, რომ რეიტინგი არ შეიძლება იყოს წამყვანი კრიტერიუმი, კი ბატონო, მაგრამ მაინც არის ეს კრიტერიუმი გასათვალისწინებელი, რასაკვირველია და ამიტომ მოდით მოვუჭრათ ეს რეიტინგები მიზნობრივ აუდიტორიაზე, რატო არა და ასე ვილაპარაკოთ. შეუძლებელია ამის გაკეთება? არა, სავსებით შესაძლებელია. ამას გარკვეული დრო ჭირდება. თვეები ჭირდება, მაგალითად 3 თვე ჭირდება. საშუალოდ მე შემიძლია ზუსტად გითხრათ, იმიტომ რომ ამ ტიპის კვლევები ჩაგვიტარებია და შემიძლია დროითი ფარგლების გითხრათ. არ შეგვიძლია მოვიცადოთ ეს ამიტომ რატო არ შეგვიძლია? საიდან ასეთი ფორს მაჟორი? ნუ ეხლა იცით რა, მე გულწრფელად მჯერა ვასილ მაღლაფერიძის და იან თაძის, რომ ტექნიკური პრობლემები აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და აქ არის არა, აბსოლუტურად ამაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ იცით რა, აი კოლაფსის დიაგნოზი
ოდნავ ისტერიული მეჩვენება, ესე იგი რა ვიცი ახლა კოლაპ ახლა უყურებ. მეცაც გეტყვი, ბოდიში რა შეიძლება, მეცაც გეტყვი იაგო. 10 წელი, რამდენიმე წელი, 10 წელია ამ ტელევიზიაში დაჟინებით ვითხოვ, რომ რომელიმე ხელისუფლების დროს ტუალეტი 10 წელი ტუალეტი არ ყოფილა და პირველად აღმოაჩინა ახლა გაუკეთე. ეხლა უნდა დაყო ტუალეტს ეს ანუ გადაცემები მოცით რა შესაქმე. ტუალეტს არ უჯერებდი. მესმის მართლაც დერეფნებში გამივლია, როდესაც რადიოში ყოფილვარ და ეს დერეფნები ისე დღეში. მაგ დერეფანს ვერ გასაკურველია. რასაკვირველია, ტექნიკური გადაიარაღება ჭირდება, რა თქმა უნდა ჭირდება, მე ვენდობი ამას, მაგრამ ტექნიკურ გადაიარაღებას ხო შეიძლება მივხედოთ ცოტა ევოლუციურად და არა რევოლუციურად. ნამდვილად. გასაჭიროა და და კი ბატონო, მოხდეს ოპტიმიზაცია გადაცემების, ოღონდ იგივე რეიტინგის საფუძველზე სეგმენტური დათვლის შემთხვევაში. განსაზღვროთ ეს სეგმენტურად და მე პირადად ხელს მოვაწერ, რაც ხომ ხარს დაუჭერ მენეჯმენტს ამ ცვლილებების განხორციელებას. ნახე იაგო რა ხდება. მოდი ესეთი რამე აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში, რასაც ეს ყველაფერი არის ძალიან სამუშაო თემები და მე მგონი რა ვიცი, ყველა ამაზრზე ვართ. მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ იმდენად დაძაბული ველი შეიქმნა აი ამ როგორც მესმის რატომაც სრულიად გასაგებია რატომ იმიტომ რომ ძალიან ხისტად წარმოადგენს ეს სქემა ტელევიზია გადაცემების გარეშე ფაქტიურად იხურება ერთი წლით ხდება რა თქმა უნდა ამაზე იყო ძალიან მწვავე რეაქციით გასაგებია რატომაც იყო მაგრამ მე მგონი დრო ახლა უკვე გადავიდეთ ცოტა უფრო ნაკლებად ხისტ თანამშრომლობით რეჟიმზე სადაც ზუსტად ხოჭურს მე შევატყო უკაცრავად თორემ რომ ამის მზაობა მენეჯმენტმა გამოავლინა რაღაც ხარისხი და იმედი მაქვს რომ გაღრმავდება ხო და აი ამის თქმა მინდა მე თავისუფლად შემიძლია წარმოვიდგინოთ აქ წამოვიდა პოლიტიკურ აფილიაციებზე ლაპარაკი ესეც გასაგებია ბუნებრივია ჩვენთან ხო ძალიან ადვილად ხდება იარლიყების მიწებება გასაგებია პოლიტიკური კონტექსტის ყოველთვის გვაძლევს ამ ეჭვიანობის საფუძველს მაგრამ მოდით ერთი რამე დავუშვათ და წარმოვიდგინოთ და მე ძალიან თავისუფლად შემიძლია ამის წარმოდგენა რომ პირადად ბატონ ვასიკო მაღლაფერიძეს ისევ როგორც იასთან რამდენად მე ადამიანებს ვიცნობ ზოგს ცოტა შორიდან ზოგს ცოტა ახლოდან თავისუფლად შემიძლია წარმოვიდგინო რომ აქვს გულწრფელი ამბიცია რომ კარგი გააკეთონ საზოგადოებრივ მაუწყებელში და განავითარონ საზოგადოებრივ მაუწყებელი მოდი ამ დაშვებით თუ მიუდგებით საქმეს ყველა ჩვენგანი ანუ ჩვენს ეჭვებს დავაბალანსებთ აი ამ დაშვებით რომ ამ ადამიანებს აქვს გულწრფელი მონდომება რომ რაღაც გააკეთონ რჩება ერთადერთი რამ ჩვენი მხრიდან რომ ვითანამშრომლოთ და რაღაცა მივიდეთ რაღაცნაირად შეჯერებულ, დაბალანსებულ რაღაცა რეორგანიზაციის სქემაზე, სადაც აუცილებლად იქნება მაინც მტკივნეული გადაწყვეტილებები, საკადრო ოპტიმიზაცია გასაკეთებელი, მაგრამ ნებისმიერ რიგით ადამიანი რომ გააჩერო ალბათ, ვისაც კი აი ოდესმე დაინტერესებულა საზოგადოებრივ მაუწყებელთა, ამას გეტყვის, რომ რა თქმა უნდა კადრების ოპტიმიზაცია საჭიროა, რა თქმა უნდა გადაცემებიც დარწმუნებული ვარ არსებობს გადაცემა რომლის გადახედვაც საჭიროა და ასე შემდეგ და ეს არის სამუშაო პროცესი. მთავარია რომ ჩვენ აი ამ კონფრონტაციული რეჟიმიდან გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. იაზოში ჩვენ ზუსტად არ ვიცით ისეთი მნიშვნელოვანი თუნდაც აი ამ კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში და აი სოციოლოგიური ბაზის და კონტექსტის დადგენა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი მით, თუმცა ერთ რაღაცას არ გვევიტყვი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, ალბათ პირველ რიგში გააზრებული უნდა გქონდეს რა ბადით, რა გადაცემებით ვიწყებთ მაუწყებლობას, რომ ამის მერე ვიცოდეთ, რა ტექნიკური აქტუალობა გჭირდება რამდენი ადამიანი გჭირდება და ასე შემდეგ. რატო შენ გიტოვებ ბოლო არა მე მესმის შენი ემოციური ადამიანი ვარ და გუშინ ისე როცა აი ერთი ფრაზა რომელიც აი არ მასვენებს თან მაგაზე ფრაზა წერია ხარ როგორც ემოციური იაგო აი რა წერია ხო აი ვინცაც უყვარს რაგბი არ უყვარს არა ამ შემთხვევაში ასეთი ფრაზა წერია აი მთელი ღამე ხო ამაზე ვფიქრობ რომ თურმე ეს ჩვენი მორაგბეები რომელსაც ამდენი სიხარული მოაქვთ აი ამ ცეთი ხალხი აი საოცარი ხალხი თურმე იყვნენ ამ მთელი ამ 9 წლის მანძილზე ყველა საშინელი დარბევები რაც იყო იმათი ზონდერები თურმე ესენი არ ბევრი რა ასე რამე წერია წარმოგიდგენთ ეს რა გამიზნული ესე იგი რა შეიძლება იყოს ამ მაგას ვიძახი მე აი ხო მართლა ხო არანაირი შეთქმულების თეორიის ანჯერი მაგრამ ისე დავეჭვდი ხო ეს რო წავიკითხე გუში რომ ესე იგი თურმე ეს ხალხი სინოში რაგბი რა ერთი შეხვედრით არის არანაირი ძალადობის ყველაზე არაძალადობრივი სპორტია უგ მართლა ასეთი მეგობრული ასეთი ღია ასეთი ჰუმანური ადამიანები არ არსებობენ არც სპორტში არც ერთი აი შემიძლია თავი დავუდევნო ბოდიში სხვა სპორტის სახეობთან და თურმე ესენი არიან თავარი ჟონდორები წლების მანძილზე რო გვარბევდნენ და ეს არა ქვია გწევდნენ ეს ხალხი აი ეს არგუმენტები ამან ეს წერია რომ ეს რომ აი თუნდაც ის რომ შეუძლია თქვა ეს ყველაფერი აი ესე გულახდილა თქვას ეთერში აი ეს ეთერი უნდა არსებობდეს აი
ამ წუთას ეგეც არ მომეწონა რომ სიტყვა გაფარჩაკებული ფეხბურთის მიმართ როგორ კრიზისში წავმიყოს ქართულ ფეხბურთს არასწორი მიდგომაა რა იმიტომ რომ მაგალითები პოზიტიურიც არსებობს დღეს არის შოთი არონაძის დაბადებისა სხვადასხვა მიულოცავ დაბადებაზე ხო არის მაგალითი რომ მთელი ცხოვრება იყო პროფესიონალი ანუ ერთი და ორი ჯერდა როცა დაუსწორდებოდა ბოდიში მაშინ კი არ თამაშ მთელი ცხოვრება იყო პროფესიონალი 35 წლის ყური თავიდან ზარაფაჩულეს მაგალითი რა მაგარია თავისთავად ხარ რომ მაშინ გახდა ყველაზე მაგარი ხმები რომ მიიღო შაშანს ხმები რომ ყველა მივიოცით იმის მე იგზნო ისეთი პასუხისგებლობა რომ დააფრინავს ვეღარ აკავებენ NBA-ში ესეთ სეზონი არ უთამაშო ანუ შე დისკრედიტაციის თემას ერთგვარად აიგივე არ მომეწონა მარტო რაგბის შეურაცხყოფა კი არ წავიკითხე ფეხბურთისას რომ როგორ შეიძლება ასეჩოს გაფარჩაკებული კი კრიზისი აქვს ბევრს აგებენ ცუდად თამაშობენ მაგრამ შენ ხო ყველა კომანდი მაგას ნიშნავს თუ შენ როგორც კომანდი წერ რომ ყველა ვარიანტში შენ გვერდით უნდა იყო ანუ ყველა ვარიანტში მე შევეცდები რომ შენში დავინახო პოზიტიური ნაწილი და არა პირიქით ანუ შენი წარმატება ამაზეა დამოკიდებული და ფაჩულიას შემთხვევა არის გენიალური არასდროს არ მომწოდა მაგასაც თამაშობდა პირიქით ამას ვინ უშავს ამას მოვიდაზრდა დააფრინავს ზაბუნძულებ და იმდენი აქეს ქართული იმდენი ხმა მიიღო რომ დააფრინავს კაცო ვეღარ აკავებს ანუ ჩვენ შემთხვევაშიც ალბათ უკეთესია თუ მენეჯმენტი ჩვენ ხმებს ისეთ ვთქვათ შეგვაქებს და მოგცემს მეტ მოტივაციას არა იცით რა უკეთესი გავაკეთოთ რომ თავარ სამართლიანობის თავარი პრინციპი მოცემულ შემთხვევაში და კონტექსტში არის ეგ რომ შეფასება მოხდეს არა იმ პრინციპიდან გამომდინარე მე ვინ მომწონს და ვინ არ მომწონს არამედ მოხდეს ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმების საფუძველზე და როდესაც ეს საფუძველი ექნება გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ რასაკვირველია მაინც იქნებიან უკმაყოფილოები, მაგრამ ჩვენ თუმცა არ ექნებათ უსამართლობის განცდა. არ ექნებათ ამ უკმაყოფილებას, ხო, არ ექნებათ უსამართლობის განცდა და ამ უკმაყოფილებას ვერ დაარქმევენ საფუძვლიან უკმაყოფილებას. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით ჩვენთან. ჩვენ მეორე ნაწილს ფინანსურ თემებს უძღვნით, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ დიდი მღელვარება გამოიწვია საზოგადოებაში ამ ფინანსურმა ძალიან მაღალმა ციფრებმა, რომელიც იყო დასახელებული. იმედია, რომ ჩვენ ამ დისკუსიას გავაგრძელებთ და მე აბსოლუტურად მინდა დაგიდასტუროთ შორენა, იაგო, დათო, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ყველანაირ მოლაპარაკებაზე, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გვიყურებენ, გველოდებიან, უნდა თავიანთი ხმის გაგება ამ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს სივრცე მათთვის მუდამ იყოს ღია და თუ კი ეს ყველაფერი უკეთეს პირობებშიც მოხდება, არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენ იმედია კიდევ შევხვდებით სხვადასხვა ეთერებში ერთმანეთს. მაგრამ ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.